ეუფეუს ზეცათეალოგეშის ფსეროლოს ულუჭეშმარიტებისა რომელი ყოველდღე მყარდა ყოველსავე აღობსენ მაგიხესინით საუჯეო კეთილთა მომიჭებულს ხურებისა მოედა დაიმკვიდრეთ ჩვენშორის და წმინდა ჩვენ ყოვლისაგან ვიცისა რაც ხოლმე საფიეროს უჯი ჩვენი ამინ წინა შეხვედრის ბოლოს მე გთხოვეთ თქვენ რომ ეცადეთ მეთქი რომ არ გააცდინოთ და ეცადეთ იარეთ მეთქი და მიხარია ძალიან რომ დღეს საკმაოდ მრავლად ხართ მოსული კიდე შემოგვიერთდებიან დაგვიანებულებიც უბრალოდ ეხლა მე 10 წუთი ველოდები ხოლმე და მე აღარ ველოდები მე ნუ ვინც მოვა და გთხოვეთ რატო იმიტომ რომ ჩვენ უახლოვდებით უკვე კულმინაცია სახარებისას და რა არის სახარების კულმინაცია? სახარების კულმინაცია არის ქრისტეს გამოხსნელი მსხვერპლი. ჯვარცმა, რომელსაც თავისი წინაპირობები ჰქონდა და შემდგომ უკვე უფლის დიდებით აღდგომა და ამაღლება. ხო, აი ამ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს უახლოვდებით. მთელი ეს რაც აქამდე გავიარეთ, ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს იყო შესავალი ანუ შემზადება შესავალი ცოტა ცუდად გამომივიდა შემზადება აი ჩვენ ყველანი ერთად ვემზადებოდით აი ამ თავარი მოვლენებისკენ ჩვენ ქრისტეს შობა ვნახეთ ჩვენ ვნახეთ ივანე ნათლისმცემლის შობა განვიხილეთ ეს ყველაფერი კარგად მივყევით შემდეგ ხო მის ცხოვრებას, უფლის ცხოვრებას, ნახეთ როგორ იყო 12 წლის მაცხოვარი შესული უბრალოდ ეს ჩვენ ისე გააკვირით თქვით, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ლუკას აქვს აღწერილი და მეტი არც ერთ მახარებით. შემდეგ უფლის ქადაგების დაწყება, მისი ნათლისღება, მისი სასწაულები ვნახეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ყველაფერი ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას და ემსახურებოდა, რომ შემზადებულიყავით იმისთვის, რაც ყველაზე არსებითია სახარებაში. მიზანი უფლის ამ ქვეყანაზე მოვლენებისა გახლდათ სწორედ ჯვარცმა. გამოსყიდვა კაცობრიობისა, მოდი ესე ვთქვათ. ერთხელ იყო რომ ერთი ადამიანის შემეკითხა მე რომ აი მამაო აუცილებელი იყო რომ ქრისტე მომკვდარი იყოო და თანაც ესეთი სასტიკი სიკვდილით ესეთი ყველაზე მძუნვარე და ცუდი სასჯელი იყო რა. მე უთხარი მას რომ არა მეთქი არ იყო. თუმცა განჭრეტილი იყო მეთქი რომ ეს აუცილებლად ესე მოხდებოდა მეთქი. რავი გულისხმე მინდა გითხრათ თქვენს, იმიტომ რომ ეს ბევრს აწუხებს ხოლმე ეს შეკითხვა და მინდა რომ თქვენს კარგად გაიაზროთ. გამოსყიდვა იცი რა შემთხვევაში მოხდებოდა და რა იყო აუცილებელი გამოსყიდვისათვის, რომ ერთი ადამიანი მაინც გამოჩენილიყო დედამიწის ზურგზე, როგორც მანამდე არავინ არ გამოჩნდა ქრისტემდე. რომელიც ბოლომდე მოერეოდა და დაძლევდა ცოდვას, რომელიც ისე იცხოვრებდა, რომ მის სულს ცოდვა არ მიეკარებოდა. იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვამს და კიდე გაგიმეორებ. ის რაც მოხდა სასუფეველში, როდესაც ადამი და ევა იქ იყვნენ, ხო, როდესაც მათ დაკარგეს ეს სასუფეველი, დაკარგეს იმის გამო, რომ მათი სულიერი მთლიანობა დაირღვა. და მათ საკუთარ თავში შეუშვეს უცხო სხეული, ცოდვა. და იმის შემდეგ უკვე და ცოდვა არის სიკვდილი, ცოდვის შედეგია სიკვდილი, აი ის რისიც ჩვენ მთელი ცხოვრება გვეშინია და ყველანაირი შიში რომ თავის დროზე აიქიყრის თავს სიკვდილის შიში, ნებისმიერი შიში რაც კი არსებობს ადამიანური. თავიდან ბოლომდე სიკვდილის შიშია, რა უბრალოდ გაუაზრებელი ხშირ შემთხვევაში. აი სიკვდილის შიშიდან გამომდინარე ეშინია ადამიანს ყველაფრის, ცხოველის, იარაღის, წყლის, დახურული სივრცის, სიბნელის, აი თავიდან ბოლომდე ყველაფერი საბოლოო ჯამში არის სიკვდილის შიში, გაუაზრებელი. აი ეს სიკვდილი უცხო რამ არის ადამიანისთვის, იმიტომ რომ ადამიანი უკვდავად არის შექმნილი. მარადიულ არსებად არის შექმნილი და რატომ შემოვიდა მასში სიკვდილი? ზუსტად იმიტომ, რომ ადამიანის დაცემული ბუნება არ გაუკვდავებულიყო, როგორც ვასწავლიან ჩვენ წმინდა მამები და წმინდა ეკლესია. რომ არ დაედგინა ღმერთს დასასრული ადამიანის დაცემული ბუნებისათვის,
ეს ყველაფერი გახდებოდა უკვდავი და ვერაფერი ვეღარ მოაბრუნებდა და ვეღარ მოატრიალებდა ადამიანს ისევე როგორც დაცემულ ანგელოზებს, რომელსაც ჩვენ ეშმაკებს ვეძახით. და აუცილებელი იყო, როგორც გითხარით, რომ ერთი ადამიანი მაინც გამოჩენილიყო დედამიწის ზურგზე, რომელიც მიცხოვრებდა ისე, რომ მის სულ სოდვა არ მიეკარებოდა, არ შეეხებოდა. გონებითაც კი. იმისათვის, რომ ის პირვანდელი მდგომარეობა ადამიანის აღმდგარიყო ის. ვერც ერთმა ადამიანმა ქრისტეს გარდა ეს ვერ მოახერხა უფალი თავად ბრძანებს სახარებაში. არა არის კაცი, რომელიც ხომდეს და არასოდეს ხომდეს, ამ შემთხვევაში იგულისხმება იცოცხლოს ამ ქვეყანაზე, ისე რომ მან ცოდვა არ ჩაედინოს. ესეთი ადამიანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი. იყო, არის და იქნება. ეს არის განხორციელებული ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომელსაც გონების დონეზეც კი, ფიქრის დონეზეც კი ცოდვა ვერ მიეკარა, იმიტომ რომ იმის ხეულში ღმერთი სახლობდა და ღმერთმა შეიერთა ადამიანური ბუნება სრულად. ღმერთმა რომ დაინახა, რომ ადამიანური რესურსი, ადამიანური ძალები აბსოლუტურად არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანს კვლავ დაებრუნებინა სასუფეველი, არადა ბევრი მცდელობა იყო ამისა, ხო? იყვნენ ძველი აღთქმის მართლები, აბრაამი იყო, ისააკი იყო, იაკობი იყო, მოსე იყო, ისუნავესზე იყო, დავით წინასწარმეტყველი იყო, სოლომონი იყო, უამრავი წინასწარმეტყველი, რომლებმაც ღირსეულად იცხოვრეს ღვთის წინაშე, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გაექცა ცოდვას. ვერც ერთი მათგანი. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომელიც ყოვლის მცოდნეა და გულთამხილავია თითოეული ჩვენთაგანის, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ისე იცხოვროს, რომ ცოდვა არ ჩაედინოს. ეს ნამდვილად ასეა, ეს არის ჭეშმარიტება. ამიტომაც იცხოვრა უფალმა და დაამარცხა სიკვდილი, მაგრამ ეხლა მოდი აი ისევ ჩემ შეკითხვას დავუბრუნდები რა, რომ აუცილებელი იყო მისი მოკვდინება? არ იყო აუცილებელი. უფალ შეიძლებოდა ეცხოვრა თქვა სიტყვაზე 80 წელი, ანუ ჩვეულებრივად გაევლო ის ეტაპები ადამიანის ცხოვრებისა, რასაც თითოეული ჩვენთაგანი გავდივართ, დაბადებიდან მოყოლებული ბავშვობა, სიჭამუკე, მერე ასაკში შესულობა თქვა, სიბერი და სიბერით გარდაცვლილიყო და თქვენ ეჭვი ხო არ გეპარებათ, რომ ბოლომდე ისე მივიდოდა იესო ქრისტე იმ სიბერებდეს, რომ მას ცოდვა არ მიეკარებოდა და იმ სიბერით ბუნებრივად ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ხდება, რომ გარდაიცვლებოდა, ის ისევ აღდგებოდა ისე უხსნელებით შემდეგ, ანუ მაინც შეძლებდა კაცობრიობის გამოსხივებას. ანუ იცით როგორი მომენტია, ხშირ შემთხვევაში, აი რატოს ვამეხოლმე ამ შეკითხვას, იცით რომ ღმერთმა ესე ინებაო, რომ მომკვდარიყო და ესო ღმერთის ნება იყო, არ იყო ეს ღმერთის ნება. ღმერთის ნება იყო სამყაროს გამოსყიდვა, კაცობრიობის გამოსყიდვა, თავისი უსაზღურო სიყვარულიდან გამომდინარე ჩვენს მიმართ, ადამიანების მიმართ. მაგრამ ღმერთის ნება არაფრით არ ყოფილა ეს აშინელი ღვთისმობაა, ვინმე რო თქვას. ღმერთის ნება არანაირად არ ყოფილა ის, რომ გაბოროტებულ შურიან ადამიანებს ჯვარზე გაეკრათ და მოეკლათ მათთვის სახსნელად მოსული ღმერთი. ეს არ ყოფილა ღმერთის ნება. ღმერთის ნება კაცობრიობის გამოხსნა იყო სიყვარულისგან. და ის რაც გავაკეთეთ ჩვენ, რომ ღმერთს არ ვაცალეთ, რომ ნორმალურად გამოვიხსენით, მადლიერება ვერ გამოვხატეთ მის მიმართ და პირიქით შურით ავსილებმა ტანჯეთ, ცილი დავწამეთ, შეურაცხყოფები მივაყენეთ, დავამცირეთ, ვცემეთ, ეკლის გვირგვინი დავადგეთ და მოვკალით, ეს არ ყოფილა ღმერთის ნება, არ დაიჯეროთ თქვენ. ღმერთის დაშვება იყო, მაგრამ ღმერთის დაშვებასაც რაც შეეხება, ეხლა ბევრი მეკითხება ხოლმე ამასაც. იცოდეთ ხალხო, ღმერთს ყველაფერი დაშვებული აქვს. ღმერთმა როდესაც ადამიანი თავისუფალი ნების მქონე არსებად შექმნა, აი იქ დაუშვა უკვე ყველაფერი. იქ დაუშვა თავისი ჯვარცმაც, სიკვდილიც, აი ყველაფერი აბსოლუტურად რა. იმიტომ რომ სრული თავისუფლება მოგანიჭა. მოგანიჭა იმისი უფლებაც კი, რომ ღმერთზე საკუთარ შემოქმედზე თქვა უარ. ხო, ეს ყველაფერი მოვაყოლე ამას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი მეკითხება ხოლმე ამას და ვიცი რომ ბევრის გონებაში ტრიალებს ეს ფიქრი, რომ აი აუცილებელი იყო თუ არა ქრისტეს ჯვარცმა იმისათვის, რომ კაცობრიობა გამოსყიდულიყო. მთელი დამაჯერებლობით შემიძლია გითხრათ, არ იყო აუცილებელი.
მაგრამ განჭრეტილი იყო, იმიტომ რომ ღმერთი ყოვლის ცოდნია და ღმერთისთვის მომავალი არ არსებობს. ეს ჩვენთვის არის მომავალი, მაგრამ ღმერთი ხედავდა, რომ ადამიანები ესე მოიქცეოდნენ. ეს არის უსაშინელესი ტრაგედია, რაც კი ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში მოხდა, რომელიც მსგავსიც ვეღარასოდეს ვეღარ მოხდება. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქრისტე აღარ განკაცდება და მეორედ აღარ მოვა დამდაბლებული. არამედ ჩვენ სწორედ აი წინა თავებში 24 თავში საფუძვლიანად ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ დაბრუნდება უფალი მეორედ ამ ქვეყანაზე დიდებით. კაცობრიობის განსაჯელად და საშინაო დავალების მოსაკითხად თითოეული ჩვენთაგანისათვის. მოდი გავყვეთ, ალბათ წინა თავში ჩვენ საინტერესო იგავები განვიხილეთ ისიც თუ როგორ მოხდებოდა მეორედ მოსვლა და როგორ განარჩევდა უფალი ცხოვარს თიკანთაგან, ანუ მართალ ადამიანებს ხოვანი ადამიანებისაგან და მოდი ახლა გავაგზავნოთ. და იყო რაჟამს დაასრულა იესო ყოვლოვნი ესე სიტყვანი, თქვა მოწაფეთათვის, ანუ დაასრულა ჩვენ მივაბათ ყველაფერი ერთმანეთს, ხო? ანუ ეს ერთდროულად ხდება, ახლა ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ესე ვანაწევრებთ, იმიტომ რომ თქვა ახლა კვირიდან კვირამდე და თქვა თითო თავებით და თითო თავსაც მე ორ ნაწილად, სამ ნაწილად ვხუთ, მაგრამ სიუჟეტი გადავაბათ ერთმანეთს, ხო? აი რა ხდება? იქიდან მოყოლებული რაც უფალმა დაიწყო მეორედ მოსვლის წინა პერიოდის აღწერა, თუ როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი, თუ რა ნიშნები წარუძღვებოდა ამ ყველაფერს წინ, ამის შემდეგ რომ მიაყოლა იგავები, ეს ერთ ადგილზე ხდება ეს ყველაფერი. დაასრულა იმითი თუ როგორ მოხდებოდა განჯა ადამიანებისა და აი რომ მორჩაო ამ ყველაფერსო, რაჟამს დაასრულა იესო ყოველდღე ესე სიტყვანიო, თქვა მოწაფეთათვის და ეხლა უყურეთ. უცებ საოცარ განცხადებას უკეთებს მოწაფეებს რა. განცხადებას, რომელიც მათთვის შოკის მომგვრელია. მიუხედავად იმისა, რომ მე გახსოვთ თავიდანვე, როდესაც დავიწყეთ ჩვენ სახარების განმარტება, სულ გეუბნეოდით პერიოდულად, რომ თავიდანვე იმ მომენტიდან, როდესაც იესომ დაიწყო ქადაგება, დაიყვანა მოწაფეები, იქიდან მოყოლებული ნელ-ნელა ამზადებდა მათ თავისი ჯვარცმისათვის. ეუბნეოდა მათ, რომ მე მომკლავენ უმადური ადამიანები, მაგრამ მე აუდგები ნუ გეშინიათ. ესე გავიდა 3 წელიწადი. და დადგა მომენტი, როდესაც უფალი უკვე ეუბნება, რომ ეხლა მოვიდა ეს დრო. ეხლა მოვიდა ის დრო, რომელზეც მე თქვენ გეუბნებით. ეხლა მე ვიდა უცებ ჩაგახედოთ მოციქულთა გულში რა, ეხლა ისინი მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ სმენოდათ მათ უფლისაგან, რომ აი მე მოვკვდები დაფლული ვიქნები მიწაში და მესამე დღეს ავდგები, მოციქულები ჯერ პატარები არიან. იმიტომაც არის, რომ უფალი ითვალისწინებს მათ სიმცირეს და ხშირად უმეორებს, რომ ნელ-ნელა როგორღაც უნდა რომ გააგებინოს მათ და როგორღაც უნდა რომ გაზარდოს ისინი სულიერად. და მოციქულები კი ფიქრობენ, ხა კი ესმით, მაგრამ არ უნდათ ამის დაჯერება რა. აი რაღაცნაირად, აი როგორ ჩვენ არ გვინდა ხოლმე, ხო, აი ვიღაცაზე, აი ვინც გვიყვარს. იმ ადამიანზე რაღაცა ცუდის დაჯერება არასოდეს არ გვინდა რა. ყოველთვის ვცდილობთ, რომ წავუყრუოთ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ არ დავინახოთ მისი ნაკლი, ხო? აი დაახლოებით ეგეთი რაღაცა ხდება. ანუ მოციქულებს მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ სმენოდათ, ამის აგონებაც კი არ უნდათ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, იმიტომ რომ იმდენად უყვარდათ მათ თავიანთი სათაყვანებელი და საყვარელი მოძღვარი, რომ მათ არავითარი სურვილი არ ჰქონდათ, რომ მასზე რაიმე აუგი გაეგოთ, ვერც კი უშვებდნენ ისინი იმის ალბათობას, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდნენ, რომ ისიც ხორცში მოსული ადამიანი იყო, ვერც კი უშვებდნენ ისინი იმის ალბათობას, რომ შეიძლება ერთ ჩვენიერ დღეს ის მათთან აღარ ყოფილიყო. მით უმეტეს ესეთი ცუდი საკით, რომელსაც ის უწინასწარმეტყველებდა. და აი დადგა რაღაცა მომენტი ამ 3 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, როდესაც უფალი პირდაპირ ეუბნება მათ, უყურეთ. უწყითა? რამე თუ შემდგომად 2 დღისა, ნახეთ, დაუკონკრეტა უკვე დრო. მანამდე ეუბნებოდა, რომ აი იქნება ეს. და თქვენ ნელ-ნელა შეემზადეთ ამისათვის. მაგრამ ახლა უკვე კონკრეტულად ეუბნება. შემდგომად 2 დღისა ნება იყოს და ძე კაცისა მიეცეს ჯვარცმა. ეხლა თქვენ ერთი წუთი წარმოიდგინეთ მოციქულების ადგილზე თავი. რა დაემართებოდათ იმ საწყლებს, როდესაც
დღის დაკონკრეტებით ეუბნება პირდაპირ უფალი, რომ 2 დღის შემდეგ იცითო თან ეუბნება. რომ 2 დღის შემდეგ ჯვარზე გამოკრავენო მეო. ჯერ ეუბნება ნება იყოსო. ანუ პირდაპირ ჯვარზე კი არ მაკრავენ. არა, ჯერ ძალიან ბევრ კილოს მომაყენებენ. თუ მორალურს, თუ ფიზიკურს. და ამის შემდეგ ჯვარზე გამაკრავენ. იცით თქვენ ესო? და ამით ყველაფერი შეახსენა მათ თვითოული მისი სიტყვა და ქადაგება თავისი ნების შესახებ. საწყალი მოციქულები რა დღეს ჩავარდებოდნენ, ახლა თქვენ წარმოედგინეთ და როგორ არ უნდათ მაინც ბოლომდე რომ დაიჯერონ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. რომ ეს უნდა მოხდეს. მაშინ შეკრბეს მდელთ მოძღვარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსამას კაიაფა მდელთ მოძღვისასა. კაიაფა იყო ესეთი პიროვნება მდელთავარი, რომელიც ესე ატამანები ტყავდათ რა, იმ დანარჩენებს მოკლედ ესეთი უხუცესი იყო მათ შორის, რომელსაც ყველაზე მეტი სიტყვა ეთქმოდა დანარჩენებთან რა, მას ეკითხებოდნენ ჭკუას. შეიკრიბენ მასთან. ერისთვის შეიკრიბენ. ზრახვა ყვეს, რაითა იესოს ზრაკვით შეიპყრან და მოკლან. ხოი საოცრებაა. ხოი ადამიანების უგუნურებაა. რისთვის კლავენ? აი რატო კლავენ? გასაკვირველია. რა გააკეთა მან ცუდი? რმებს თვალები აუხილა. კოჭლები გამართა. ხელი ვისაც ჰქონდა დაზიანებული, იმას ხელი აღუდგინა. მკვდარი აღადგინა. პარალიზებულები და განრღვეულები განკურნა. მშიერები დააპურა. კეთილი სიტყვა მოასმენინა და უქადაგა ადამიანს. რისთვის კლავენ? ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ამასთან დაკავშირებით, როდესაც მსნებებს გამარტავდით. მაშინაც ვისაუბრე განკითხვის სოდვასთან დაკავშირებით რომ საუბრობდით. მაშინ თქვი მე შური აღნიშნე რომ ეს არის ყველაზე ცუდი ცოდვა. ეს არის ცოდვა, რომლის გამოც ნებისმიერი უდიდესი ტრაგედია მოხდა კაცობრიობის ისტორიაში. ქრისტეს ჯვარცმის თამადობით და ესე იტყობია. აი თქვენ შეგიძლიათ გონების თვალი გადაავლოთ სოფლიო ისტორიას, თუ გნებავთ საქართველოს ისტორიას, ყოველთვის როდესაც ხდებოდა დაცემა, ყოველთვის როდესაც ხდებოდა დამარცხება, რაღაც საშინელი ტრაგედიები, ხო? აბსოლუტურად ყველა, მე ვერ მეტყვი თქვენ ვერც ერთ გამონაკლის, რომ შურის გამო არ მოხდარა. შური, რომელიც არის იმდენად ალოგიკური თავისი არსით, რომელზეც სულხან-საბა ესე საოცრად განმარტავს, რომ ესე არის წუხარება ის სხვისა სიკეთესა ზედა. რატო უნდა მწყინდეს ახლა მე რომ თქვათ ნინო კარგად არის? აი რატო? მე ვერ ხვდები ამას. აუცი მადლობა ღმერთო ვერ ხვდები რა. მაგრამ ეს ხომ არსებობს და ეს ხომ ფაქტია. იმის მაგივრად რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთი გვიხარობდეს. გაიხსენეთ პირველი შურის მომენტი. რომელი იყო აბა გახსოვთ? ძმა მოკლა ძმა. პირველი მკვლელობა მოხდა შურის გამო. პირველი დაცემა რის გამო მოხდა საერთოდ სასუფეველში? შურის გამო. ეშმაკ შეშურდა ადამიანის. მაგიტო გეუბნებით რომ აი ნებისმიერი შემთხვევა, აი გაიხსენეთ თქვენ, აი რომელიც გინდათ, აი თქვენ თუ რომელიმე მათგანზე ეჭვი გააქვთ, რომ შურის გამო არ მოხდა რა, გაიხსენეთ და აი უცებ ნახევარი წუთიც არ დამჭირდება დაგისამუთებთ, რომ შურის გამო მოხდა. უსაშინელესი თვისება და რატო გეუბნებით ამას? ებრძოლეთ ხალხო, ებრძოლეთ. თქვენს თავში ებრძოლეთ, ეხლა თქვენ იცით კარგად, რომ ჩვენ ახლა პირობითად დავარქვით ამ ყველაფერს ლექციებით, რომ ეს არ არის ლექციები. ეს არის ხადაგების ერთგვარი ფორმა, ანუ ჩვენ სასულიერო პირები ვცდილობთ, რომ თქვენ აი ამ ფორმითაც რაღაცა ღვთის სიტყვა მოგაწოდოთ და ხადაგების არსი კიდე სწორედ ის არის, რომ თქვენს გულამდე მივიდეს. და იმ თქვენ გულში კიდე ააფუთფუთოს, რაც საჭიროა რა და რაც სუდია ის, რომ მოაგვაროთ და თქვენ თვითონ მოგინდეთ ამის მოგვარება. და რაც კარგია კიდე ის, რომ შეიძინოთ. ამიტომ ყურადღებით იყავით.
მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის, რომ როდესაც მივიდოდით აი ამ მომენტამდე, ნურასოდეს წარმოიდგენთ თქვენ თავს კარგი ადამიანების რიგში. თორე იცოდით, რომ ხიბლში იქნებით რა. დაუშვით, მე პირადად ჩემზე გეტყვით. მღვდელი ვარ. პირადად ჩემზე გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი სულიერი გამოცდილება დამიგროვდა უკვე, რა ვიცი 98 წლის ბოლოდან ეკლესიაში ვარ. მე გეტყვით პირადად ხალხი. მე რო დავფიქრებულ ვარ, შემშინებია. იმიტომ რომ მიგრძნია, რამხელა იყო, ჩემი ცოდებიდან გამომდინარე და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ადამიანი, ვინც თავის ცოდებს აღიქვამს და დაბრმავებული არ არის და ნარცისივით მოხიბლული არ არის საკუთარი თავით, ვინც თავის თავს ხედავს რეალურად, ყველა ჩემსავით იქნება. რომ დამინახავს ჩემი საზიზღრობა, მაშინვე აი შემშინებია და მადლობა გადამიხდია უფლისათვის. რომ კიდე კაი უფალო იმ დროს არ ცხოვრობდით რა. აი იმის გაფიქრებაც კი, რომ შეიძლებოდა მეც იმ ბრბოს რიგებში ყოფილიყავი, რომლებიც ყვიროდნენ, რომ ჯვარსაცვი ეგო და მაგის სისხლი ჩვენზე და ჩვენ შვილებზე იყოსო, ამის გაფიქრებაც კი მზარავს ხალხი. არადა ძალიან დიდი იყო ამის ალბათობა. გეუბნებით სრული პასუხისმგებლობა. და ამიტომ მე ცამდე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ დღეს მომავლინა 21 საუკუნის, 20 საუკუნის შემდეგ. როდესაც ამხელა ცხოვრება და ამხელა მაგალითები მინდებს მე ქრისტიანობისთვის თავდადებისა და ქრისტესთვის თავდადებისა და შემიძლია რომ მე ძალიან ბევრ ადამიანს მიუბაძო და სწორად ვიცხოვრო. დღეს ჩემთვის ბევრად უფრო იოლია ეს ყველაფერი ვიდრე მაშინ იქნებოდა. ამიტომ მუსლიმ ადამიანებს ნუ განიკითხავთ. იმათ ძალიან უჭირდათ რომ ჩვეულებრივ ადამიანში ღმერთი შეეცნო. და იმის გამო რომ სულიერად ბრმები იყვნენ და ხორციელი ცხოვრებით, მხოლოდ ხორციელი ინტერესებით ცხოვრობდნენ. აი ეს არის დამღუპველი რამ და ამიტომ ძალიან გთხოვთ თითოეულ თქვენთანაც ნუ იქნებით ხორციელნი, სულიერი თვალი გაახილეთ. თორე სხვანაირად ვერ შეიცნობ უფალს. ვინც ხორციელნი იყვნენ, ვინც ხორცის იქით არ იყურებოდნენ და ეგონათ რომ ამით იწყებოდა და ამით თავდებოდა ყველაფერი, ვერც ერთმა მათგანმა ქრისტე ვერ მიიღო. მიიღეს მხოლოდ და მხოლოდ მათ, ვისაც სულიერი ღირებულებები ჰქონდა წინა პლანზე. ამიტომ ჩვენც ესე ვიყოთ შემოძვიფასული. და ნახეთ აი ეს საშინელი ხალხი, ეს საწყალი ხალხი და რატო განიცდიან, რატო შეიპყრო ისინი შურმა, იმიტომ რომ აუდიტორია დაკარგეს. ხალხი დაკარგეს, მსმენელები დაკარგეს. შემოსავალი დაკარგეს, რაც ყველაზე მთავარია. ის ხალხი მათ იმისთვის კი არ უხაროდათ, რომ უფლის ფარა და უფლის სამს დაემწყებსა და არა. ეს მათთვის შემოსავალი დიდება და პატივი იყო. ისინი ამით იკვებებოდნენ, ისინი რომ ტაშს უკრავდნენ, აკებდნენ, ადიდებდნენ, მეათედს წირავდნენ თავიანთი შემოსავლიდან. სულიერადაც იკვებებოდნენ და ხორციელადაც იკვებებოდნენ. წურბელები ჩვეულებრივი რა, აი ჩვეულებრივი. და მოაკლდა თუცებ ეს ყველაფერი რა, მოვიდა ვიღაცა ქრისტე, რომელიც უბრალოდ ცხოვრობს, თან ამაზე უფრო გიждდებოდნენ, რომ სათავისოდ არაფერი არ უნდა ქრისტეს. ამდენი მადლიერი ადამიანი ყავდა, მაგრამ არავისგან არაფერს არ იღებდა. ამაზე კიდე უფრო გიждდებოდნენ, კიდე უფრო მეტად ემატებოდათ ის შური და ბողმა. დაიხედავთ სადამდე მივიდნენ, შეიკრიბნენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ იმათ ერთმანეთი არ უყვარდათ. მაგრამ საერთო მტრის სიძულვილმა გააერთიანა და შეიკრიბნენ, ვითომ დიდი მეგობრები იყვნენ. კაიაფას ეზოში და მოითათბირეს რა, რომ შეეპყროთ და მოეკლათ ქრისტე. ხოლო იტყოდეს, ნუ დღესასწაულსა ამას რაით არა შფოთი იქნეს ერთსაშორისო. დღესასწაულზე ნუ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ასეთის დღესასწაული იყო მოახლოებული, უცნობი დღესასწაული. და დღესასწაულზე ნუ გავაკეთებთ ამასო, იმიტომ რომ შფოთი შეიძლება მოყვესო და არეულობა. რა შფოთი? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო. და ის ხალხი და იმ ხალხიდან შეიძლება ყოფილიყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც
სიკეთე ახსოვდა ქრისტესაგან. ბოლო-ბოლო ის 5000 კაცი საწავიდა კაცო, შიგრები რო იყვნენ და 5 პური და 2000-ით რო დააყურა. ხო იყვნენ და ხო არ გარდაცვლიან რა. ანუ იყვნენ მადლიერი ადამიანები და აი მადლიერი ადამიანების ეშინოდათ. ეხლა ძალიან ბევრი ხალხი იქნებაო რა და ბევრ ხალხში ნუ გავაკეთებთ ამას. ხო გაგიგიათ გამოთქმა რა ხუთს რა უნდა და ბნელი ღამე. აი როდესაც ადამიანი რაღაცა საზიზღრობას ჩაიფიქრებს, ყოველთვის უნდა რომ რაღაცა მარტო დარჩეს და ჩუმად გააკეთოს, ისე რომ ვერავინ ვერ გაიგოს. დაახლოებით ეს რაღაცა ხდება ეხლაც რა. ხოლო იესო იყორა ბეთანიას სახლსა სიმონ კეთროვნისასა. მოუხდა დედაკაცი, რომელსაც აქვს ალაბასტრი ნელსაწყებელისა მრავალ სასყიდლისა და დაასხა თავსა მისა ინახით მჯდომარისა. ამის შემდეგ იესო არის მისული სიმონ კეთროვანის სახლში, რომელიც მან განკურნა კეთრისაგან და ეს სიმონ კეთროვანი მეზვერე იყო თავის დროზე, რომელთანაც მივიდა და მაშინ იქ იყო ზუსტად რომ ლაპარაკობდნენ რომ ესო თუ კაი კაციაო მეზვერეებთან და ფარისეულებთან ერთად რატო ჭამს რა, აი მასთან არის მისული. და ხდება ესეთი უცნაური რაღაცა, შეკრებილი არიან უფალი თავის მოციქულებთან ერთად, იქ ოჯახის წევრები ვინც არიან ეხლა თვითონ სიმონ კეთროვანის, ყოფილი კეთროვანის და შემოდის ქალი, რომელსაც შემოაქვს ძვირფასი ნელსაწყებელი, მრავალ სასყიდლის, ანუ ძალიან ძვირად ღირებული. როგორც შემდგომ იუდა დაზელს 300 დრაქმის ღირებულების იყოლდა. 300 დრაქმი ძალიან დიდი ფული იყო იმის. ძალიან დიდი ფული. გაატეხავს ამ ნელსაწყებელს, დააღურის და თავს და ფეხებს დაუსრულებს და დაულტოს უფალს. და თან თავისი წნევლებით ხოცავს და თვით გამშეალებს. ეხლა აქ ეს დეტალები არ არის, მაგრამ ჩვენ ხა უბრალოდ დრო არ მინდა დავკარგო, რომ მე თქვენ თვითონ შეგიძლიათ გადახედოთ მარკოზის და ლუკას სახარივეს და იქაც არის აღწერილი ეს მოვლენა. ლუკას ვათაშორის ძალიან ისეთი სიტყვა უხვია და ყველაზე მეტს და ყველაზე დეტალებში ის აღწერს და იმიტომ რომ ლუკა ძალიან განსწავლული გახდა და თანაც ერთი თვითმხილველი იყო მისი უფლისა 70 მოციქულთაგანი იყო და მეორეც მე მოგვიანებით უკვე ქრისტეს ამაღლების შემდეგ ლუკა გახდა პავლე მოციქულის მოწაფე. ამიტომ ეხლა პავლე ხო იყო და იყო განსწავლული და ლუკაც განსწავლული იყო. და ამიტომ ლუკას ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციები აქვს თითოეულ ჩვენთაგანიცაც. ლუკას ისეთი რაღაცები უწერია, რაც არც ერთ მოციქულს არ აქვს დაწერილი. აი ესე საკმაოდ კარგად და დეტალებში. ხოლო იხილეს რა მოწაფე და განრისხნეს და იტყოდეს, რაისათვის იყო წარწმედაი ნელსაწყებელის ამის, რამა თუ შესაძლებელი იყო ესე განსყიდა დიდძალის და მიცემად გლახაკთა. ეხლა მათეს უწერია ზოგადად, რომ მოწაფეები განრისხდებო. რომ რატომ დაღვარაო, კაცო, რატო დაღუპაო ეს ნელსაწყებელი ეს ამდენიო, ხომ შეიძლებოდა რომ გაგვიყიდაო და დაგვერიგებინაო გლახაკებისათვის. მაგრამ ლუკა კონკრეტებს და ამბობს, რომ ეს იყო იუდა, რომელიც გაბრაზდა. და შემდეგ იცი რას ამბობს? მასო გლახაკები კი არ ედარდებოდაო. გვადრუციებარაო იმასო. ანუ აი საყოველთაო შესაკრებელი ყუთი, მოკლედ შემოწირულობის შესაკრებელი ებარა მას. და არავი იყო და იმიტომ აეწოვა კუჭი, იმიტომ რომ მას უნდოდა რომ ის გაყიდულიყო, ის თანხა მერე ამ თავის შესაწირავ ყუჭი ჩადებულიყო და იქიდან ფული მოეპარა მას. მოეტეხა რა, ჩვენ რო ვიტყვით ხოლმე რა. და აი ეს ადარდებდაო და ეს აწუხებდა და ამიტომ გაბრაზდაო, იმიტომ რომ უცებ დაინახა რომ დაატოვდა რა მას ის ფული რა. ხედავ? უცნაური რაღაცა მოხდა. უფალი ნახე რას პასუხობს. ხოლო იესო გულისხმა ჰყოლდა თქვამად. რაისა შრომასა შეამთხოვ დედაკაცსა მაგას. რამა თუ საქმე კეთილი ქნა ჩემ და მომა.
რამე თუ გლახაკნი მარადის თქვენთან არიან, ხოლო მე არა მარადის თქვენთან ვარ. რამე თუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ხორცთა ჩემთა და დასაფლულად ჩემდა ხო. შეეშვითო ამ დედაკაცო, დაანებეთო თავი, ჯერ ის ძალიან დიდ სინანულს გამოხატავდა და უნდოდა რომ ის თავისი ცოდები გამოესყიდა მას. მრავალი განმარტებელის აზრით ეს გახლავთ სწორედ მარიამ მაგდალინელი. ეს დედაკაცი და განმარტებელები თანხმდებიან რომ სწორედ ის არის, რომელიც საკმაოდ მძიმე ცოდებიდან გამოიყვანა და განწმინდა უფალმა და აქცია მოციქულთა სწორად. თქვენ იცით რომ მარიამ მაგდალინელი მოციქულთა სწორად იწოდება. და ნათქვამია მასზე რომ რომლისაგან განსრულ იყვნენ 7 ეშმაკნი, ხა თქვენ წარმოიდგინეთ რა დღეში იყო საწყალი სანამ მას ქრისტე უშველიდა რომ 7 ეშმაკი ყავდა დააპატრონებული. და აი მადლიერების ნიშნად და გამოსასყიდა თავისი ცოდებისა მიდის და აი ესე ქმედებას აღასრულებს შემდეგ მარიამ მაგდალინელი. და უფალი ხედავ ის დაუხშობს იმ იუდას და იმ ადამიანებს კიდე ვინც მას აყვებოდნენ ახლა ვიღაცეები ხო ახლა აუცილებლად ახლა ვიციდნენ მოციქულები არა მაგრამ ვიღაცეები აყვებოდნენ იქ ჯდომები და ყველას აჩვენებს უფალი ყველა და ეუბნებათ რომ შეეშვით მაგ დედაკაცს დაანებეთ თავი იმიტომ რომ რაც მან გააკეთა კარგი გააკეთა გლახაკები მუდამ იქნებიან თქვენს გვერდით მუდამ გექნება თქვენ საშუალება რომ დაეხმაროთ მათ გულში ჩაიკრა ჩაეხუტოთ მოეფეროთ გაათხოთ შემოსოთ ყოველთვის გექნება თქვენ ამის საშუალება, მაგრამ მე ყოველთვის თქვენთან ერთად არ ვიქნები. ანუ ამით იწეუბნება უკვე უფალი სევდიანად, რომ მოახლოებულია ის დრო, როდესაც მე ჯვარზე უნდა გამაკრა. როდესაც მე ფიზიკურად უნდა აღვესრულო. და იმ ფიზიკური აღსასრულის შემდეგ იცის უფალმა, რომ ის უკვე დედამიწაზე აღარ გაჩერდება სულ რაღაცა 40-ოდე დღე, ჩვენ ვიცით, და იმ აღდგომის შემდეგ უკვე ამაღლდება. ნახეთ რას ამბობს? რამე თუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე, ხორცთა ჩემთა და დასაფლულად ჩემდა ხო. თქვენ იცით რომ იუდეველების ტრადიცია იყო ესეთი, რომ მიცვალებულის გაპატიოსნებისას სუნელოვანი ნივთიერებით, სუნელოვანი ნელსაცხებელი ამუშავებდნენ მას. ხო? ანუ შემურვა ეწოდებოდა ეს მური ერქვა სუნელოვან მასას, რომელიც ხდებოდა მიცვალებულის დამუშავება. ანუ ეს რაღაცა დაბალზამების ერთგვარი რაღაცა მეთოდი იყო. გაპატიოსნება იყო ეს მიცვალებულის რა. ხო და ამანო მეო წინასწარ გამაპატიოსნაო. ანუ ისე რომ თვითონაც არ იცოდა უნებლიე მის და უნებურად გააკეთა ისე რომ გამოპატიოსნა ჩემი სხეული წინასწარ განწმინდა და გამზადა იმისთვის რაც მე მეც. ამინ გეტყვი თქვენ, სადაც იქადაგოს სახარება ესე, ყოველსა სოფელსა, ითქმოდის რომელიც ესე ყო მაგან სახსენებელად მაგისა. და თან ნახე როგორ განადიდა უფალმა ეს კალი. უფრო მეტიც თქვა, არა მხოლოდ კარგად მოიქცა ის. არამედ უფრო მეტსაც გეტყვითო რომ ამის შემდეგო სადაც კი სახარება იქადაგებაო, ყველგან მოიხსენება მისი საქციელება. ესეც არ არის? ხო ხედავთ რომ აგერ 20 საუკუნე გავიდა 21 საუკუნე ქრისტეს აქეთ და მუდამ ვიხსენებთ ჩვენ ამ მოვლენას, ხო? მუდამ ვიხსენებთ და პირდაპირ წერია სახარებაში რაც ხდებოდა, როგორც ხდებოდა, აგერ სწორედ ამ წუთში ჩვენ ამას გავმართავთ. ანუ ესეც არის უკვე დასტური ქრისტეს წინასწარმეტყველების აღსრულების. ეხლა ნახეთ თქვენ რა ხდება. მე თქვენ გითხარით რომ ეს იუდა იყო მეთქი. აკონკრეტეს מחარებელი რომელსაც ესე გულზე მოხვდა ძალიან მწარეთ ეს ამბავი. ეხლა ნახე რას აკეთებს იუდა, ანუ ამას პირდაპირ მოყვება. უშუალოდ. მაშინ წარვიდა ერთი იგი 12-თაგანი, რომელსაც ერქვა იუდა ისკარიოტელი, მუდელთ მოძღვართა მათ და რქვა, რა იგნებავს მოცემა ჩემდა და მე მიქცეინი. კიდევ ერთი საოცრება ხალხი, კიდევ ერთი მაგალითი ადამიანის ნედაცემულობისა და მაგალითი შურის საზიზღრობისა. ხედავთ რა ხდება? ანუ უშუალოდ მოსდევს ამ მოვლენას ეს, ანუ იუდა მათთან ერთად არის. თანა მეინახე, ანუ თანა მესუფრეა ამ ადამიანებისა
მათ შორის უფლისა, სვიმონ კეთროვანის სახლში და ჯერ ხო ისე და ჩურით იყო სავსე. მუდამ იუდა. იუდას გულისკარი არ ქონია არასოდეს გახსნილი ღვთისათვის. იუდა იყო ამპარტავანი სული. ანგარებიანი სული. რომელსაც არ ადარდებდა ადამიანები. მას თავისი პირადი გამორჩენა აინტერესებდა. იმ გვადრუციდან აინტერესებდა გამორჩენა. მიუხედავად იმისა, რომ არ დაგავიწყეთ, რომ უფალს მისთვის სიყვარული არ დაუკლია. უფრო მეტსაც გეტყვით, ყველაზე მეტი სიყვარული სწორედ იუდას აჩვენა. რომ იუდას სათქმელი არაფერი არ ქონოდა მერებისთვის. და ეს საწყალი რას აკეთებს, ეს უბედური ეს. აი შურით აღსილი და დაბრმავებული გაბოროტდა ქრისტეზე, წარმოიდგინეთ თქვენ. და გაბოროტდა რის გამო? იმიტომ რომ ძალიან დიდი ფული დაკარგა უცებ რა. აი ძალიან დიდი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან რა. რა გაუკეთა ხედავ ქრისტე? ანუ ქრისტეზე გაბრაზდა რომ რატო არ გააჩერა მან ის ქალი, რომელმაც აი ესეთი რამე გააკეთა, რატო მიიღო მან ეს პატივი ქრისტემ? და თქვენ იცით რომ ქრისტე პატივს არავისგან არ იღებდა, ხო? მაგრამ ეს რაღაცა უნიკალური მოვლენა, ამ შემთხვევაში რაღაცა უშუალოდ უფალი ესეთ რამეს, სწორედ სიკვდილის წინ რომ აი ამ ხელა ძვირად ღირებული ნივთიერება მასზე დაიხარჯოს. ანუ ამით მათ მიანიშნებს რომ მე ღმერთი ვარ, მე არა ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, მე ეს ყველაფერი მეკუთვნის და მინდა რომ თითოეულ თქვენთაგანს თვალი აგეხილოთ. მაგრამ მე აქამდე დიდება და პატივი თქვენგან არ მიმიღია, არანაირი საჩუქრები თქვენგან არ მიმიღია. ეს პირველი და ერთადერთი შემთხვევაა და უკანასკნელი, როდესაც მე ამ საჩუქარს ვიღებ. მაგრამ ვიღებ იმიტომ რომ დაგანახოთ რომ მე ღმერთი ვარ. და მე ეს რეალურად როგორც უფალს მეკუთვნის. მაგრამ ის ამას ვერ ხვდება. გაბოროტდა ის უბედური რა, გაბოროტდა რომ როგორ არ დაუშალა ქრისტეზე გაბრაზდა ის თავის გულში ჩათვლიდა და როგორც წესი ესეა ხოლმე რა. ამპარტავანი ადამიანი ყოველთვის კარგად ხედავს ხვის ამპარტავნებას და საკუთარს ვერასოდეს ვერ ხედავს. და იმ სხვისას ყოველთვის სულდად ხედავს და გამრუდებულად. ჩემი შენ გითხარიო, ხო იცი, ანუ გამრუდებულ სარკეში იყურება. საკუთარი ამპარტავნება ქრისტეში დაინახა. რომ როგორ გაბედა ქრისტე, რომ შეიძლებოდა რომ ეხლა ეს ამხელა თანხად გაყიდულიყო, ეხლა ის ხო შემოწირულობა იყო, ეხლა ის ქალი აძლევდა ამათ რა. ხო შეიძლებოდა რომ ეხლა ის გაეყიდა, სულაცად დაეღვარათ იმ წუთში და ერთ ადამიანზე არ გამოყენებულიყო ეს ყველაფერი, ხო ქრისტეზე გაყიდულიყო და დიდი თანხა დაგროვდებოდა და მოკლედ იმ თანხიდან როგორც გითხარით, მას მე თავისი ინტერესები ჰქონდა უკვე. აი ამ ყველაფრის გამო გაბრაზდა, გაბოროტდა, შურითა და ბოღმით აივსო. იმ სუფრიდან მიდის ხალხო, იმ სუფრიდან მიდის. აი იქ ზუსტად, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილი. ეხლა ამით ის თქმა მინდა, უყურეთ. ეხლა მაშინ ტელეფონები არ იყო და ეს კომუნიკაცია არ იყო. საიდან იცოდა იუდამ სადიცები იყვნენ ისინი შეკრებილი? მას კონტაქტი ჰქონდა მანამდეც იმათთან. იმათიანი იყო. ისინიც კარგად იცოდნენ. იმათთვისაც ეს თავიანთი კაცი იყო. იცოდნენ რომ ეს იყო ის სუსტი რგოლი, რომელსაც შეიძლება დაყრდნობოდნენ ისინი ყოველთვის. აი ეს წიგნობრები და ფარისევლები და მღვდელმთავრები. ამიტომ იმათ არ უკვირთ იუდა რომ მიდის მათთან. ელოდებიან. და შედის ეს უბედური და ეუბნება რომ აი თან წარმოიდგინეთ ეხლა რა სახით შევიდოდა რა, როგორი ზიზღით, როგორი ვერატანით, როგორი შურით ქრისტეს მიმართ. რა დონეზე იყო დაბრმავებული საწყალი მიდის და ეუბნება რომ რას მომცემთო თქვენო, თან აიყურე ანგარება. ის ფული ხო გაიქცა ხელიდან. მაგრამ მაინც უნდა ფული. რას მომცემთო იმისათვის რომ გავცეო ისო და დაგაჭერინეთო თქვენ. ეხლა როგორ გაეხარდებოდათ იმ მღვდელმთავრებს და იმ წიგნობრებს, ალბათ თქვენ წარმოგიდგენიათ, ხო? ხოლო მათ მიუწონეს მას 30 ვერცხლი. უცებ, ულაპარაკოთ, ამ ვიღება კარგად იცოდნენ, რომ ეს იყიდება ეს ადამიანი, ძალიან მარტივად იყიდება და უცებ მიუწონეს მას 30 ვერცხლი. 30 ვერცხლი არ იყო დიდი ფული.
დრაჰკანი, რომელზეც მე უგახსენებდით, ოქროს ფული იყო. და ძალიან დიდი თანხები იყო. მაგრამ 30 ვერცხლი არ იყო დიდი თანხა. არანაირად არ იყო ის თანხა, რომლის საფასურადაც შეიძლება ვთქვათ, ადამიანი, ნებისმიერი ადამიანი გაგეცა და გაგეყიდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ ეს თანხა სიმბოლურია და თქვენ იცით, რომ მე იუდა ამ თანხას არ გამოიყენებს, როდესაც ინდის შეაწუხებს. იმიტომ რომ იმ დროს გაბოროტების ნიადაგზე აკეთებს ეს მაგას. ავსებულია ბოროტებით, ბოღმით, შურით. 30-ის მაგრამ 10 ვერცხლი რომ მიეცათ, მაინც იგივეს გააკეთებდა. 5 რომ მიეცათ, იგივეს გააკეთებდა. აი თუნდაც სიმბოლური თანხა მიეცათ, არ აინტერესებდა მას მეტი. ამათაც 30 ვერცხლი მიუწონეს. ну всё, შედგა გარიგება. და რა ხდება მერე? რა წერია იუდაზე ნახეთ? მიერიდან ეძიებდა ჟამსა მარჯვესა, რაითა მისცეს იგი მან. ეს უბედური ეს. ბრუნდება უფალთან. ეხლა მაგას ხო გონია რომ უფალმა არ იცის, უფალმა რა თქმა უნდა როგორც ღმერთმა ყველაფერი იცის. რას აკეთებს ეს? ბრუნდება, ანუ გონია რომ მან ჩუმად მოახერხა ეს ყველაფერი და ამის შემდეგო ის დარჩენილი პერიოდი ვიდრე ქრისტეს გაცემამდე, უпростоრად ვიდრე ქრისტეს გაცემამდე, ერთადერთი აზრი უტრიალებდა მას თავში. რომ მარჯვე დრო გამოეძებნაო იმისათვის რომ გაეყიდა უფალიო და მიეცა მათთვის აი ჯვარცმელობისათვის. უცნაურია ეს ყველაფერი რა, მაგრამ უცნაურის არის და თან არც არის უცნაური და ამიტომ გეუბნებით ხალხო რომ ჩაუღრმავდეთ ჩვენს თავს ჩემს ვიფასებო. დღესაც ბევრია იუდა. დღესაც ბევრია ესეთი გამყიდველი, დღესაც ბევრი ყიდის უფალს. და თქვენ იცოდეთ რომ თქვენ რო ერთმანეთს გაყიდით, ჯვარი წერია და ღმერთმა დააგიფარო. ვიღაცა რომ ვიღაცას ვერ დაეყრდნობით და ვიღაცა რომ ფეხქვეშ გამოგეცლება, რამდენი აღსარება მომისმენია მე ესეთი ხო? თქვენგანაც და კიდევ უამრავი ადამიანისაგან, რომ აი გულნატკენები რო არიან და გულდათურთულები რო არიან ღალატით, გაყიდვით, შურით. აი წარმოიდგინეთ თქვენ. აი ამდენია ესეთი შემთხვევა. და იცოდეთ რომ ყოველი ესეთი ადამიანი რომელსაც თქვენ უღალატებთ, თქვენ ზუსტად იგივე იუდას სოდაში ვარდებით. ამიტომ არის ღალატი საშინელი ცოდვა. ღალატი არის უსაშინელესი ცოდვა ყველანაირ ურთიერთობაში, ცოლქმრულიდან დაწყებული, მეგობრული, საქმიანი, პარტნიორული, აი ყველანაირად, ხო? ანუ ადამიანი ასე მე ხშირად მithქვამს ხოლმე რა ვე სიყვარულის საზომი არის ერთგულება. შენ თუ ერთგულების უნარი არ გაგაჩნია, ესე სიყვარული არ იცი. და მხოლოდ ეგოისტი ხარ და საკუთარ თავზე ხარ შეყვარებული მხოლოდ და მხოლოდ. თუ ერთგული ხარ, ესე იგი გესმის სიყვარული. თუ შენ შეგიძლია რომ უერთგულო ადამიანს, სამშობლოს, უფალს, იდეას, საქმეს ერთი გული თუ გაქვს და ის ერთი გული შეგიძლია რომ მიუძღვნა, აი ესეთ შემთხვევაში შეგიძლია სიყვარულში. ეს თვისება ჩვენში უნდა აღუზარდოთ ჩვენ. ჩვენ მეტნაკლებად ვართ ერთგულები, ხო? და ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგან ახლა მე სულიერ მოწვარე ვარ და ვაძლევ ჩემ თავისუფლებას რომ აი ესეთი გადახოვები გაგიკეთოთ ხოლმე რა. თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩაიხედეთ გულში, ხო? მრავალი ჩვენთაგანის გულის ნაბები ვიცი და მრავალი ჩვენთაგანის აღსარება და საუბარი მომისმენია, ხო? ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა კონკრეტულად მიიღეთ ჩვენს თავზე, ხო? ჩაიხედეთ თქვენს გულში და ებრძოლეთ თქვენს თავში ნებებს და აღზარდეთ თქვენს თავში სიყვარული, ერთგულება, კარგი თვისებები და მთელი არსებით ებრძოლეთ შურს. მოიძულეთ როგორც ყველაზე საშინელი მტერი და როგორც ყველაზე საზიზღარი რა. თუ გინდათ რომ წინ წახვიდეთ და თუ გინდათ რომ ცხონდეთ, ახლა თუ არ გინდათ, მაშინ ვერავინ ვერაფერს დაგაწევთ. გააგრძელეთ ეს ცხოვრება როგორც ახალი ცხოვრება. ხოლო პირველ 300 დღესა უცომოებისასა მოუხდეს მოწაფენი იესოს და რქვეს მას. სადაგნებავს და მოგიმზადო ჩვენ ჭამად პასქაიესი. უცომოების პირველ დღეს, ანუ რამოდენიმე დღე იგრძელდებოდა ეს დღესასწაული, პასექის დღესასწაული
უცომოებით დღესასწაული ეს გახდა დღე, როდესაც უფალმა ძველი აღთქმის ერი ისრაელი გამოიყვანა ეგვიპტიდან და ის სწორედ აი ამ პერიოდს აღნიშნავდნენ, განსაკუთრებული დღესასწაული იყო ეს მათთვის, ებრაელებისათვის. და პირველ დღეს ამ უცომოებისაო მიდიან ტრადიციულად, იმიტომ რომ მოციქულნიც იუდეველები არიან, უფალიც იუდეველია და მიდიან მასთან და აი ამ ტრადიციის აღსასრულებლად ეკითხებიან, რომ სად დაუჯდეთ, სად ვისეროთ, სად მოვაწყოთ ჩვენი სუფრა. უფლისაგან იღებენ კურთხევას. ხოლო იესო რქვა მათ, ეხლა მიაქციეთ იესოს მოქმედებებს ყურადღება. იესო მაქსიმალურად ცდილობს, რომ კიდევ ერთხელ და ამჯერად უკვე საბოლოოდ, იმიტომ რომ კარგად იცის უფალმა, რომ მოახლოებულია უკვე ჯვარცმა, მოახლოებულია, ანუ ძალიან ცოტა აქვს დარჩენილი დრო, 1-2 დღე. და ეუბნება სასწაულებით უნდა კიდე რომ დაანახოს თავისი ღვთაებრივ, ანუ უნდა უფალს რომ გააძლიეროს მოციქულები რწმენაში. შეამზადოს, ხომ მთელი 3 წელი ამზადებდა და ეხლა განსაკუთრებულად უნდა შეამზადოს ისინი, ანუ კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს მათ, კიდევ რამოდენიმეჯერ დაუსაბუთოს მათ თავისი ღვთაებრიობა, როდესაც ისეთ რაღაცას გააკეთებს, რაც არც ერთ სხვა ადამიანს არ შეუძლია მის გარდა, ღმერთის გარდა. ანუ ცდილობს უფალი ისინი გააძლიეროს რწმენაში და ნახეთ როგორ დავალებას ეუბნება, ანუ ხა იმათმა კონკრეტული რაღაცა კითხეს, ხო ძალიან ისეთი, რომ ის უფალს არ გავშალო. უფალს ხო შეეძლო ეთქვა რა, რომ აი ნუ სადღაც ეს გამოიშება ადგილი მივავ და დაუჯდები და გავშლით უფალს, ხო? ამ თქვა რაღაცა კონკრეტული არის ეთქვა, რომ აი მოდი თქვა სიმონ წავიდე და შენთან გავშალოთ უფალ თქვა. ამ ფილიპესთვის ეთქვა, რომ წავა ფილიპე შენთან ჭამო. არა, ესე არ იცევა უფალი, ნახეთ. სასწაულის სახეს აძლევს ამ ყველაფერს, რომ გაძლიერდნენ მოციქულები რწმენაში. იესო რქვა მათ, წარვედით ქალაქად კაცისა ვისამე და არქუთ მას. არ ეუბნება ვისთან. ეუბნება ქალაქში წადით და ვიღაცა კაცი ნახეთ. სხვა מחარებელი აღწერს ამას ძალიან უფრო ისე დეტალურად, რა რომ შემოგხვდებათო კაციო გზაზეო, ის ავსებს ამ მონათროს. რომელსაც ლაგვინითო მხარზეო ედგებაო წყალიო. ლაგვინი აი დაახლოებით დიდი სურასავით იყო რა, რომელთა წყალი მოქონდათ ხოლმე. ანუ ხედავთ, წინასწარმეტყველების უნარს უმჟღავნებს მათ, თავის წინასწარმეტყველები, როგორც თავი დროზე გავხსოთ, პეტრე რო გააგზავნა და ამაზე ბევრი ვისაუბრე რა, ვინც ბრძანდებოდით, რომ როდესაც გადასახადის გადასახდელად აკითხავენ უფალს და მოციქულებს, პეტრე მიდის მასთან და ეუბნება, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთ, ხო? ეხლა უფალი ეუბნება, რომ წესით კი არ გვეკუთვნისო გადახდაო, იმიტომ რომ ჩვენო შვილები ვართ და შვილები არ ეხტიან ხალხსო, არამედ მოსულები ეხტიან ხალხსო, მაგრამ რაგიო ეხლა ესეთ ქვეყანაში ცხოვრობთო და ეხლა უნდა დავემოჩილოთო ეხლა კეისარსო, ეუბნება, რომ წადიო, იქაც ხო შეიძლება და უფალს ეხლა თქვა აეღო, თქვა ჯიბიდან ამოიყვან ვიღაცისთვის, ეთქვა რომ ამ მომეც იუდა, თქვა რაღაცა ის ფული, რომელიც მე მჭირდება და ეთქვა რომ აჰა და მიეცი. არა, იქაც სასწაულის სახისათვის სამსხოლები წადიო, ანკესი გადააგდეო ეუბნება და პირველივე თევზიო, რომელიც ამოყვებო, იმიტომ რომ შეიძლება რამოდენიმე თევზი დაეჭირა. ანუ აქაც კი უკონკრეტებს, პირველივე თევზიო, რომელიც ამოყვებო, შენ ანკესო. პირი გაუხსენიო და პირშიო სტატირი ედებაო. და ის სტატირიო ჩემთვის და შენთვის მიეციო და გადაიხადე. ნახე. ეხლა ეს ვის შეიძლება ცოდნო და ღმერთის გარდა, ხო? მხოლოდ და მხოლოდ ღმერთმა შეიძლება იცოდეს, რომელმაც საერთოდ ყველაფერი იცის დედამიწაზე. ის თევზი ვისი შექმნილია? თითოეული მატლი, თითოეული კოღო, თითოეული კინქლა უფლის განგების გარშე არ იქნება. ღმერთმა თითოეული მათგანის რიცხვი იცის. ერთი ჩიტიც კი არ ჩამოვარდებაო. ციდანო ჩემი ნების გარშეო და ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდებაო. ჩემი განგების გარშეო, თქვენი თმიდან. თავიდან უფალი ამოს და ამიტომ აი ამას ანიშნებს. ამას ეუბნება, რომ მე ღმერთი ვარ, რომელმაც ვიცი ყველგან რა ხდება წყლის ქვეშ, ზეცაში, მიწის ქვეშ. და ეუბნება, რომ სწორედ პირველივე თევზი მე განვაგებ ამ ყველაფერს, რომ შენ რო ჩააგდებ ანკეს, ზუსტად იმ თევზს მოვიყვან შენთან, რომელსაც ის სტატერიას გადაყლაპული და პირშია გაჩხერილი და ვერ ყლაპავს. და ვის შეიძლება ეს იცოდეს ღმერთის გარდა? აი აქ უმტკიცებს თავის ღვთაებრიობას, ეხაც იგივე ხდება, ნახეთ? ანუ წინასწარმეტყველურად ეუბნება, ანუ აქ უსაბუთებს, რომ ეს ღმერთია, ის ზედროულია, მისთვის დრო არ არსებობს.
მისთვის განჭვრეტილია ყველაფერი, ყვალზე, მასზე 10 საუკუნის შემდეგ რა მოხდება, 20 საუკუნის შემდეგ რა მოხდება, ყველაფერი იცის მან. განჭვრეტილი აქვს და არა დაგეგმილი. ამაზე ვისაუბრე ბევრჯერ მე. განჭვრეტილობა სხვა არის, განსაზღვრულობა სხვა არის. განსაზღვრულობით ჩვენ ბედისწერასთან მივდივართ და ეს ძალიან დიდი შეცდომაა და აცდენაა. ეს არ დაიჯეროთ არასოდეს. განჭვრეტილი აქვს უფალს უბრალოდ. მის წინაშე არ არსებობს მომავალი, ეს ჩვენთვის არის მომავალი, ჩვენ არ ვიცით ხვალ რა იქნება. უფლისთვის ხვალ არ არსებობს. ყველაფერი დღეს არის. აქვეა, ხელის გულზეა. მეუბნება, წადითო, ანუ იცის რაც მოხდება. კიდევ ერთხელ განმარტავ, არა იმიტომ რომ მან ესე დაგეგმა რომ ეხა ეს კაცი იქიდან ესე უნდა წამოვიდეს, არა. ის კაცი თავისი ნებით აკეთებს ამას. სახლისთვის წყალი ჭირდებოდა, წავიდა მოსატანად, მაგრამ უფალი ხედავს ამას, რა ხდება მომავალში, თუნდაც აი 20 წუთის შემდეგ, რომელიც ჯერ იმათმა არ იციან. მაგრამ უფალია ეს და იმიტომ იცის. და თავის ღვთაებრიობას უსვავს ხაზს მოციქულთა წინაშე, რომ ისინი გაძლიერდნენ წმენაში და ეუბნება, რომ წადი, ესა და ეს ადამიანი შეგხვდება. ხარზე დოქით და უთხარით მას, ეხლა უყურე რას ეუბნება, რა უთხარით? არ ხუთ მას მოძღვარი ეგრეთ იტყვის. ჟამი ჩემი ახლოს არის, შენთან ავყო პასკაი ესე მოწაფითურთ ჩემით. ვინ არის, იცნობს, არ იცნობს, ანუ სრულად უცხო ადამიანთან აგზავნის, რომელსაც ჯერ მოციქულები არ შეხებიან. არ იცნობენ. არც ის ადამიანი არ იცნობს. და ეუბნება პირდაპირ მოძღვარი ესე ამბობს, უთხარითო ამ ადამიანს. როცა მიესალმებით, შემდეგ უთხარით რომ მოძღვარი ამბობს, რომ ჩემი ჟამი მოახლოებულია, ანუ რა იცის ახლა იმ რა ჟამზე ლაპარაკი, ვინ მოძღვარი ამბობს, ხო შეეძლო ხა იმ ადამიანს ესე თქვა რა. თქვენ მოგცლიათ რა, ვინ ახლა, საიდან მოხვედი? გიცნობთ, მიცნობთ, რას უფრო უნდა გაგიშალოთ, ვინ მოძღვარი ამბობს, რას ამბობს. ჩვენ ხო ესე მოიქცეოდით არა? და ყველა ნორმალური ადამიანი ესე მოიქცეოდა, რომ იტყოდა კაცო, ვინ არის დაუპატიჟებელი სტუმარი? საერთოდ არ ვიცნობ, უცერემონიოდ მოდის და მეუბნება, რომ ჩემო უფროსმა მითხრა, სუფრა გაშალე შენთან მოვდივარ, რა ჩემი ჟამი მოახლოებულია. როგორ, რანაირად, საიდან, ვინ ახარ, საიდან მოხვედი? ვინ მოძღვრისაგან მithული, რას მithული? იქნებ მატყუე, ვინ ახარ? მაგრამ აი ნახეთ, აქაც თავის ღვთაებრიობას უსვავს უფალი ხაზს. ჯერ ერთი მოციქულები მორჩილებაში იცდებიან. რამდენად აღასრულებენ ისინი ამ ყველაფერს და რამდენად ირწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი მართლაც ასე მოხდება. და ისინი მიდიან რწმენით. და რწმუნდებიან, რომ ნამდვილად ესე ხდება ეს ყველაფერი. სრულიად უცხო, უცნობი ადამიანი უცებ თანხმდება ესეთ რაღაცას. რომ უცხო ხალხი თავიანთი მოძღვრით, რომელსაც არც მოძღვარს იცნობს და არც იმ ხალხს იცნობს, მიიპატიჟოს თავის სახლში და გაუშალოს სუფრა და აჭამოს. აქ იცით, რას ეს მევა კიდე ხაზი უფლისაგან რომ ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის და ღმერთი რასაც მოინდომებს, ის მოხდება ყოველთვის. ამით ის თავის ღვთაებრიობა დაანახა მოციქულებს. დაყვეს ეგრეთ მოწაფეთა ვითარცა უბრძანამათ იესო და მოუმზადეს პასქა იგი, ანუ მე თქვენ ბევრჯერ გითხარით, რომ სახარება ძალიან ლაკონურია და ჩვენ უნდა ვისწავლოთ სტრიქონებს შორის კითხვა და ისწორედ მაგას ვაკეთებ მე. შეძლების დაგვარება. სახარება ლაკონურია, უცებ ამბობს. აი, ანუ ეს რაც მე გითხარით, ეხლა რაც ეხლა ამდენი ვისაუბრე, ხო? სახარება შეიძლება მოკლე წერია, წავიდნენ მოწაფეებიო და ზუსტად ესე გააკეთეს, რაც უთხრათ მოწინე. და თავიანთმა მოძღვარმა იესო და მოუმზადეს პასქა, მაგრამ ანუ მათი განცდები, მათი ემოციები, მათი შეხვედრა იმ ადამიანთან, ეს ყველაფერი უკვე ჩვენ უნდა განჩვიდოთ ხალხო, ჩვენ უნდა ვიაზროთ. ჩვენ უნდა ვითხოვოთ ღვთისაგან, რომ ეს ყველაფერი გავგიხსნას და გიხსნება მე უფლისაგან. ანუ ეს ესე უცებ არ მოხდა და მარტივად, ესე უცებ წერია, მაგრამ ჩვენ უნდა განჩვიდოთ რა მოხდა. დავითარცა შემწუხრდა, რომ უსაღამოდა. ინახით ჯდა იესო 12-თა მათთანა. ინახით ჯდომა ნიშნავს სუფრის თავში ჯდომას. უფალი და 12 მოციქულები.
მე მინდა გითხრათ და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გავამოხვილებ თქვენს ყურადღებას იმაზე, რომ უფალი თავის 12 მოციქულთან ერთად სულ ჯამში იყვნენ 13. რიცხვით 13-ის მიმართ შიში და რაღაცა ისეთი არასწორი რაღაცა დამოკიდებულება რომ ეს არის თარსი და რაღაცა ალბედითი და ასე შემდეგ იცოდეთ ხალხო რომ არის შემოგდებული ეშმაკისაგან. მინდა გითხრათ მთელი არსებით და მთელი პასუხისგებლობით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე პირადად ძალიან მიყვარს ეს რიცხვი, ჩემთვის ძალიან საყვარელი რიცხვია, აგერ ახლა ჩემი მეხუთე შვილი სწორედ 13-ში დაიბადა და მე ძალიანაც გამეხარდა. საღვთო რიცხვია მინდა გითხრათ. იმიტომ რომ უფალი თავის 12 მოციქულთან ერთად ჯამში იყვნენ 13. ეხლა ზოგი მეუბნეო, აბა აიქო იუდა რო გამოაგლა თორე ისე 12-ი დარჩენო, აი ეს მე-13 ის იუდა იყო, უფალი. მე პირდაპირ გეუბნებით რომ მე-13 უფალი იყო და არა იუდა. და იმ 12-ის რიცხვი მართალია გამოაკლდათ იუდა, მაგრამ ისევ შეავსეს და მათად აირჩიეს მერე ისევ. ანუ უფალთან ერთად ისევ 13 გახდნენ. ასე რომ არავინ არ დაგაჯეროთ, არავინ არ მოგატყუოთ, რომ ეს არის რაღაცა თარსი და ალბედითი და ისა და ისა. ჩვენ ქრისტიანებს არ შევშვენის ხალხო ესეთი რაღაცა სრულ მორწმუნეობა და ამიტომ მე მინდა თითოეულ თქვენთაგან მოგიწოდოთ, ვისაც აქამდე 13-ის გეშინოდა და ესეთ თვალსაც არ მოკრავდით ხოლმე და რაღაცა მე-13 რიგში არჯდებით და რაღაც ისულელეები, ხო, აი თამამად იყავით ძალიან რა. ხო, ეს უბრალოდ გამახსენდა იმასთან დაკავშირებით, რომ ითქვა მოციქულისაგან, რომ ინახიჩდაო, უფალიო 12-და მათთანავ, ანუ 13 ისწრეს უფრასთან. ოჯახის უფროსი, ვისთანაც ეს უფრა გაშალეთ, მათთან ერთად არ არის, ის ემსახურება მათ. ის წერია სხვა მოციქულთან, რომ მსახურებდაო მათ. ანუ იმას სტუმართმოყვარეობის ფასი იცის, ის კაი კაცი იყო ეთქობა რა, ვისთანაც მივიდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უფალი ეს შემთხვევით არ მიაგზავნიდა, ხო იმასთან მოციქულებს. დავით არცა ჭამდეს იგინი რქვა იესო, ამინ გეტყვით თქვენ, ერთმან თქვენგანმა მიცეს მე. ინტრიგა შემოიტანა 20 უფალზე უფალმა რა. ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ერთ-ერთი თქვენთაგანი მე გამყიდის. ეხლა უყურეთ რა ხდება. რისთვის ითქმება ეს ყველაფერი? ერთადერთი მიზნით. თითოეული ეს სიტყვა მიემართება იუდას. ხალხო. მე გითხარით თქვენ რომ იუდას მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გამოავლინა მეთქი უფალმა. აი ხა სწორედ ამაში დავწმინდებით. ამას იუდასთვის ამბობს, იმიტომ რომ ხა უფალმა ხო კარგად იცის რომ დანარჩენი არც ერთი მოციქული მის გაყიდვას არ აპირებს. ეს განზრახვა აქვს მხოლოდ და მხოლოდ იუდას. ისიც იცის უფალმა რომ ეს უკვე გაკეთებულია, ეს გაყიდული ყავს უკვე. ფული აღებული აქვს უკვე უფლის გაცემაში. მაგრამ ჯერ კიდე არის შანსი იმისა, რომ იუდა მიხვდეს, დაფიქრდეს, მე რა რომ ფული აღებული აქვს, ხო შეუძლია ეს ფული დაუბრუნოს და უთხრას რომ იცი რა მე გადავიფიქრე, სისულელე გავაკეთე, აი რასაც მე აკეთებს, ხო შეეძლო რომ ადრე გაეკეთებინა. შეიძლება უფალი მაინც გაეკრა ჯვარზე. ბოროტ ადამიანებზე სავარაუდოდ ესე იქნებოდა. იუდა არ იქნებოდა ვიღაცა სხვას იპოვიდნენ და ისედაც ეხა ქრისტეს პოვნა ძნელი არ იყო, ქრისტე არავის არ ემალებოდა. მაგრამ ხო შეიძლებოდა რომ ეს იუდა არ ყოფილიყო. ხო შეიძლებოდა იუდას თავი გადაეჩინა და მე გეტყვით, ნამდვილად გეტყვით რომ შეეძლო იუდას. და უფალი ამისთვის ყველაფერს აკეთებს. აი სწორედ ეს საუბარი ეხება და ეძღვნება უშუალოდ იუდას. ამბულს უფალი. თან ნახე როგორ აკეთებს. პირდაპირ კი არ ეუბნება იუდას რომ მე ვიცი რომ შენ გამყიდი მე. თუმცა შეეძლო უფალს ეს ეთქვა. მაგრამ არა. აი დააკვირდით ღმერთი როგორი კაცმოყვარე, ღმერთი როგორ არ ლახავს ჩვენს თავისუფალ ნებას. აი მე ამას კერძო საუბრებში ხშირად ვეუბნები ხოლმე ადამიანებს რომ მოცემული გაქვს სრული თავისუფლება. ღმერთი მინიშნებებით მიგანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ სწორ გზას. ღმერთი როცა ხედავს რომ შენ რაღაც არასწორი მიმართულებით აპირებ წასვლას, შეგაგონებს და შეგახსენებს. გეტყვის, სიზმარს დაგასიზმრებს, ვიღაცა მეგობარს მოგიყვანს იმისაგან, აი მინიშნებას მოგცემს ყოველთვის რომ ნუ იზა მამას. მე ვიცი შენ რასაც აპირებ. და ნუ გააკეთებ ამას, იმიტომ რომ შენთვის სუდია ეს, დაიღუპები შენ. არ გინდა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაიძულებს.
მიუხედავად იმისა კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გადასარევად იცის უპალმა ყოველი ჩვენი ნაბიჯი ყოველი ჩვენი არჩევანი ხვალ ზეგ დღესვე 5 წუთის მერე რას ვაკეთებ რა გვაგანზრახული იცის ეს ღმერთმა მაგრამ არ გვაიძულებს არაფერს აი კონკრეტული კლასიკური შემთხვევა იცის ხურჩი მუსულმა უფალმა რომ იუდა ის ვინც გაყიდის მაგრამ არ ეუბნება პირდაპირ არ ახორციელებს მასზე მორალურ ზეწოლას ხო შეეძლო ეთქვა რომ გამოიყენებინა თავისი ღვთაებრიობა და ეთქვა რა შეუნამუსო ეთქვა და შეუმადურო ადამიანო რომ მიდიხარ და იმ ღვთაურებს ელაპარაკები ხა მასაც ხო ყავდა აღიარებული პეტრისთან ერთად და სხვა მოციქულებთან ერთად ზეღვთისად ხო ხო შეეძლო უფალს ეს გამოიყენებინა რომ თუ შენ მე ზეღვთისად მაღიარე შენ არ იყავი არ გახსოვს პეტრე რო გაუშვიდა ის სტატერი რო ამოიღებინე თევზიდან შენ არა ხარ მოწმეი უამრავი სასწაულის შეტუტუცო ეთქვა შეუნამუსო რომ მიდიხარ რა გაუკვირდებოდა ვინმეს თუ რა ეხა ყველა მიცოდნენ რომ უფალი გულთამხილავია და იცის მან ვირას აკეთებს ხო არავის არ გაუკვირდებოდა იუდასაც არ გაუკვირდებოდა შეერწყებოდა უბრალოდ და იქნებოდა სად მიდიხარ რომ მიდიხარ რატო აკეთებ ამას აი ესე პირდაპირ ემხილებინე მაგრამ არ აკეთებს ხალხო ამას და კიდევ ერთხელ გეუბნებით თქვენ პირად ცხოვრებაში დაუკვირდით ღმერთის განგებულებას როგორ მოქმედებს სწორედ ესე მიუხედავად იმისა რომ უფალმა იცის ყოველი ჩვენი სამომავლო ნაბიჯი ყოველი ჩვენი ხვალინდელი დღე რას ვიზამ და რას გავაკეთებ არ გვიშლის ხელს იმის გაკეთებაში მაგრამ მოგვიწოდებს რომ არ გავაკეთოთ მიგვანიშნებს თუ ჩვენ სული გაფაქიზებული გვაქვს და გულისკარი ღია გვაქვს აუცილებლად მივხვდებით აი ამ მინიშნებას და გვაძლევს ამ მინიშნებას რომ ნუ წახვალ იქით გეუბნება გაგძნობინებს ყველანაირად რამდენ თქვენგანს უთქვამს ეს ხო რა აი მამო აი წინათ გზნობა მქონდა რა აი სადღაც რომ აი ვიღაცას თქვათ ავარია მოუვიდა ხო და მიყვება მე ამ ამბავს რა იყო როგორ იყო მიყვება რომ წინათ დღეს ან სიზმარი ნახა ან თქვათ ვერ დაქოქა მანქანა ეწვალა და აი ძლივს ბოლო მე და აი ვიღაცამ დაუძახა აი სულ არის რაღაცა მინიშნებები ოღონდ შენ ამ მინიშნებების შეგრძნება უნდა ისწავლო და წაკითხვა უნდა ისწავლო რითიც უფალი მიგანიშნებს რომ ნუ იზამ ამას მგელი შეჭავს ნუ წახვალ იქით მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით არ გიკრძალავს იმიტომ რომ სრული თავისუფლება გაქვს შენმა საქციელმა და შენმა სიტყვამ უნდა გაგამართლოს და შენმა საქციელმა და შენმა სიტყვამ უნდა დაგსაჯოს შენ არ უნდა გქონდეს არანაირი მორალური უფლება რომ ვინმეს ან რამეს გადააბრალო მათ შორის უპირველეს ყოვლისა უფალს შენი უსაქციელობა და შენი რაღაც ისულება ამიტომ ღმერთი გაძლევს სულ თავისუფლებას ესე იცევ ამ შემთხვევაში იუდასთანაც ანუ ზოგადად თქვა ერთ-ერთი თქვენთაგანი მიცემს ეხლა დანარჩენმა მოციქულებმა იციან რომ კაცო მაგის გამკეთებლები არ არიან გონებაშიც არ გაუფიქრებიათ ეგეთი რაღაცა გონებაშიც არ გაუფიქრებიათ სიგიჟემდე უყვართ თავეთი უსაყვარლესი მოძღვარი და როგორი ფიქრებენ ეგეთ რაღაცას რომ განსცენ და გაყიდო მაგრამ წარმოიდგინეთ ისინი თავდაბლები არიან და რა კი უფალმა თქვა თითოეულ მათგანს ბრძოლები დაეწყო მიუხედავად იმისა რომ კარგად იცნობენ საკუთარ თავს მიუხედავად იმისა რომ კარგად იციან რა სიყვარულია მათ გულში უფლის მიმართ მაინც ბრძოლები დაეწყო და ეკითხებიან ნუ თუ მე ვარ უფალო ანუ ისინი თავიანთი თავდაბლობის გამო უშვებენ მაინც იმის ალბათობას რომ შეიძლება რომელიმე მათგანი ვარ და ყველანი გაზაფხულები არიან ეხა უცებ ისეთი რაღაცა თქვა უფალო ანუ უახლოესი გარემოცვიდან 12 ადამიანიდან ეუბნება აი თქვენგან რომლებსაც ყველაფერი ნანახი გაქვთ ჩემთან ერთად გაიზიარეთ ყველანაირი ტკივილი გაჭირვება ლხინი ყველა სასწაულის მოსწრეები ხართ ყველა საუბრის ფრენელები ხართ აი თქვენგან სწორედ უახლოესი ადამიანებისაგან ერთ-ერთი გამყიდველია და ყველას დაეწყო ბრძოლა და ეკითხებიან ნუ უკვე მე ვარ უფალო ნუ თუ მე ვარ ეს ხო აი როგორც გითხრა იგინი შეწუხნეს ფრია და იწყეს კაცადმან მათგან სიტყვა ნუ უკვე მე ვარ უფალო ხოლო თავად მან მიუგო და თქვა მათ რომელმან შთა მოყოს ჩემთანა ხელი პინაქსა ამას ამან მიმცემნე უფალი ამბობს ვინც ჩემთან ერთად ჩაყობს ხელს აი ამ პინაკში ანუ რაღაცა ჭურჭელში რომელშიც იყო მოთავსებული ეს
პური და ღვინო, ის იქნება ვინც გამცემს მე. სხვა מחარებელი ბრძანებს, როდესაც ამ ადგილს განმარტავს კი არა და ყვება და მოგვითხრობს, რომ იმ სხვა მოციქულებთან ერთად, რომლებიც ეკითხებიან, რომ ნუ თუ მე ვარ უფალო, ნუ თუ მე ვარ უფალო, იუდამაც კითხაო, ნუ თუ მე ვარ უფალო. და უფალი არ უმალავს. აი ნახეთ ღმერთის კაცმოყვარება, ღმერთის ყოვლად სამართლიანობა, როდესაც იუდა შეეკითხება უკვე, რომ ნუ თუ მე ვარ უფალო, შენს თქვ ეუბნებო. შენ თვითონ ამბობ ამას, რომ შენ ხარო. ანუ იქაც არ ეუბნება პირდაპირ, რომ მე კი შენ ხარ, იმიტომ რომ აქ ისევის მომენტი გაჩნდებოდა, რომ ღმერთმა ხო არ განსაზღვრა ესე, რომ მე უყოფილიყავ. ანუ ისევ დარჩემოდა იუდას რაღაცა გადაბრალების შანსი თავის გულში, რომ ქრისტე დაედანაშაულებინა რაღაცაში, რომ ეხა ესე დამაჯერებლად აკი მეუბნება, ეთყობა მე ვყავდი რა გაწირული რა მაგისთვის რა. რაღაც არ მოვწონდი თავიდან რაღაც თვალში არ მოუდიოდი. მაგრამ ესე არ ეუბნება, ნახეთ, შენს თქვ, შენ ამბობ მაგას, შენი პირით. ანუ ამით ეუბნება, რომ შენ აკეთებ ამას, ეს შენი გადაწყვეტილებაა. უბრალოდ მე გავჭვრიტე და დავინახე ეს, რომ ეს ნამდვილად ესეა. და დაფიქრდი, ეხლაც დაფიქრდი. გიკონკრეტებ, რომ შენ თან წარმოიდგინეთ ეხლა ხალხო. პირდაპირ რო იტყვის ეხლა ამას უფალი, რომ ვინ ჩემთან ერთად ჩაყურსო ხელსო, ეს უთხრა 12-მა გაიგონა. ამ დროს ის მაინც ვერ იკავებს თავს და იმასთან ერთად ყოფს ხელს რა. აი წარმოიდგინეთ რა, როგორ ყიდის ბოლომდე თავს. აქაც იმას კი არ ამოსო, იუდა იქნება ესო, ვინც ამას გააკეთებსო, არა. ერთ-ერთი თქვენთაგანი გააკეთებს ამას, იმიტომ რომ ეს დავინახე. გამჭვრიტე. ეს სწორედ იუდა იქნება, მაგრამ იუდა უნდა მიხვდეს ამას თვითონ. როცა ის მოხდება. მე არ ვამბობ ამას, იუდას მისახვედრად ვამბობ. ვამბობ იმიტომ რომ ვაგრძნობინო იუდას რომ მე ღმერთი ვარ, მე ეს ყველაფერი დავინახე. მე ეს ყველაფერი გამჭვრიტე, დავანახო ვის ყიდის, ვის გასცემს. მისთვის პირადად მისთვის მის სახსნელად მოსულ ღმერთს. ყიდის შურის გამო იუდა შესაწყალო დაფიქრდი, შეინანე, ეხლა მაინც დაფიქრდი, ეხლა მაინც მიხვდი, როდესაც მე გეუბნები თვითონ რომ ეს ყველაფერი ვიცი. ჩვენ მე მოგვიანებით ვნახავთ, რომ კიდევ უფრო მეტი მინიშნებებიც იქნება რა, როდესაც იქ წათები და מחვილები დაადგება იუდა. იქაც მიანიშნებს უფალი, რომ ეს ყველაფერი იცოდა. ისიც იცის რა ნიშანი აქვს მიცემული მათთვის. რითიც უნდა გასცეს. ამ ბურის ყოფით. მივა და ეამბორება, მოიკითხავს. გიხაროდნენ, მოძღვარო გიხაროდნენ, ძველ იუდეველებში ისე იყო, როგორც ჩვენთან გამარჯობა. ეხლა ეს გამარჯობა ქართულ სინამდვილეში ჩვენ რო სულ ბრძოლა გვიხდებოდა და სულ რო ხან ერთი მტერი გვესეოდა და ხან მეორე, აქედან დამკვიდრდა მისალმების ეს ფორმა, რომ გამარჯვებას უსურვებდნენ ერთმანეთს რა. იქ იყო გიხაროდნენ. ეკლესიურ საზოგადოებაში მაგალითად მიღებულია მშვიდობა, როდესაც ესალმებიან ერთმანეთს. ანუ იქ იყო ესეთი ფორმა, გიხაროდნენ. მიესალმა. და ემთხვია და იმათვის ნიშანი ქონდა მიცემული, რომ აი ვისაც მე ვაკოცებ, ის არის. და იქაც ეუბნება უფალი, რომ ამ ბორის ყოფითა გასცემ უფალსაო, მოძღვარს. ანუ იქაც უთხრა, იმ მომენტშიც უთხრა, იქაც მისცა შანსი სინანულისა. და დაფიქრებისა, ანუ უთხრა რომ ისიც ვიცი მე რომ შენ ეს ნიშანი გაქვს მიცემული მათთვის. ეს არის ჩემო ძვირფასებო 23 მუხლი. და მოდი ჩვენა გავჩერდეთ ახლა, იმიტომ რომ გადავაჭარბეთ უკვე ჩვენ დროს. თითქმის 10 წუთი გადავცდით. გავჩერდით